მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოკლედ რარაცნობთ ადნურისის განვითარებულ მოვლენებს. თავდაცვის მინისტრს უკვე 5-ვე მოადგილე ყავს. ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს ზაზა ბროლაძე და თამარ ქაროსანიძე წარუდგინა. ისინი სამინისტროში ადამიანური რესურსების და განათლების სფეროს გაუწევენ კურატორობას. რაც შეეხება დანარჩენ 3 მოადგილეს 31 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან დოლიძე დაინიშნა, რომელიც იმავდროულად თავდაცვის უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციასაც ასრულებს. ის სამინისტრო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხითაც უწევს კოორდინირებას. თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ასევე არიან ალექსანდრე ბურჭულაძე და ირაკლი გეგეჭრორი. ბურჭულაძის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო დისციპლინისა და კონტროლის დამყარებაა, ხოლო გეგეჭრორი თავდაცვითი უსაფრთხოების საკითხებს უწევს კოორდინირებას. ეს მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ზაზა ბროლაძე. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ საფინანსო დაგეგმარების და ზოგადად გრძელვადიანი შესყიდვების პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ექსპერტია საქართველოში მალბატონი თამარი გაუძღვება ჩვენი სამინისტროს ადამიანური რესურსების და განათლების მიმართულებას, კურირებას გაუწევს. ეს პირველად ხდება, როდესაც ერთი მოადგილე იქნება. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ასევე პასუხისმგებლობა ჩემთვის, რომელსაც ვფიქრობ, რომ ამ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის, მისი თანამშრომლების და ასევე ჩვენი ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და უცხოელი პარტნიორების დახმარებით შევძლებთ, რომ სათანადო დონეზე გავართვათ თავი. საქართველოს რუსეთს შორის ურთიერთობა განახლდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ მოახლოეს დღეებში ზურაბ ბაბაშიძისა და რუსეთის წარმომადგენლის შეხვედრა გაიმართება. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა ფანჯიტიძის თქმით, შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გაიმართება. დაგეგმილი მოლაპარაკებების დეტალები შეთანხმებულია მინისტრის განცხადებით. დეტალური ინფორმაცია შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის ზურაბ ბაბაშიძისგან გახდება ცნობილი. ჩვენი შეხვედრის ადგილი და ზუსტი დრო უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან ვაწარმოოთ სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგი. ქართული მხარე არ აყენებს არანაირ წინაპირობას და ჩვენც ველით, რომ რუსეთის მხრიდანაც არ იქნება არანაირი წინაპირობები. სახელმწიფო ხარჯების მიმოხილვის ანგარიშის პრეზენტაცია ფინანს და სამინისტროში პრეზენტაცია მთავრობის წევრობისთვის მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გამართეს. ანგარიშის მიხედვით ეკონომიკის ზრდის და სტაბილურობის მხარდასაჭერად საქართველოს უნდა მართოს საქართველოს ხარჯებთან დაკავშირებული წნეხი. ანგარიში დეტალურად განიხილავს სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დასახული ამოცანების გადაწყვეტის სხვადასხვა გზებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა პენსიები, სოციალური დახმარება, ჯანდაცვა, კაპიტალური ბიუჯეტირების და საგზაო სექტორები. მართვის სისტემის გაუმჯობესებას ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა, რას გვირჩევენ ჩვენი მსოფლიო ბანკელი კოლეგები, ექსპერტები. ძალიან საინტერესო მოსაზრებებია. ეს პროექტი 6 თვის წინ დამთავრდა, ამიტომ ბევრ რეალობას ის არ ასახავს, თუმცა ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმისათვის, რათა სახელმწიფო ხარჯები უფრო ეფექტიანად იხარჯებოდეს, უფრო გამჭვირვალედ და ის დიდ ხელს უწყობდეს საქართველოს ეკონომიკურ დასს. აღნიშნული ანგარიში ძალზედ მნიშვნელოვან ეტაპზე მომზადდა, რადგან საქართველოს ამოცანაა დააბალანსოს პრიორიტეტული ხარჯები რამდენიმე სექტორ შორის. სოციალური ხარჯების წნეხი დაკავშირებულია ხანდაზმული მოსახლეობისათვის ადეკვატური შემოსავლის, ასევე ღარიბი მოსახლეობის სოციალურ დახმარებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების უზრუნველყოფის საჭიროებასთან. კაპიტალური ხარჯების წნეხი უკავშირდება ამორტიზირებული მეორადი შიდა სახელმწიფოებრივი გზების აუცილებელ რეაბილიტაციას, ასევე ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური განვითარების სფეროებში ახალი ინვესტიციების განხორციელების საჭიროებას. სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია პარლამენტის შენობასთან მძღოლები ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნებას ითხოვენ. ისინი განმარტავენ, რომ პატრულის თანამშრომლებმა მათ მოწმობები იმის გამო ჩამოართვეს, რომ თბილისში 26 მაისის აქციისთვის მგზავრების გადაყვანას გეგმავდნენ. აქციის მონაწილეები ახალ ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ავტომობილის მართვის 3 წლის ვადით აკრძალვის შემსუბუქებას ითხოვენ. 2011 წლის 20 მაისს ჩამორთმეული გვაქვს მართვის მოწმობები აქციასთან დაკავშირებით. თვითონ ჩვენ ხალხი გადაყვანდა აქციაზე და მოგცეს 3 წლიანი აკრძალვები. ჩამოვარდეთ სრულიად უკანონოდ და მოვითხოვთ დაბრუნებას.
ახალი პოლიტიკური პარტია საქართველოში ადამ არშანიას წინააღმდეგობის მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ახალი პარტიის სახელწოდება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი იქნება და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 19 დეკემბერს გაიმართება. ადამ არშანიას თქმით, ხელისუფლება მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საგარეო ურთიერთობების დარეგულირებას და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გარდავიქმნათ პოლიტიკურ პარტიად და აუცილებლად მივიღოთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან აქტიური მონაწილეობა. მივიღოთ ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად და ჩვენთვის უპირველეს და პრიორიტეტულ საკითხად აუცილებლად იქნება ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ორდღიანი თოვის შემდეგ ჯვრის უღელტეხილზე რუდაური ყობის მონაკვეთზე მოძრაობის გარკვეული შეზღუდვები დაწეს და გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტომანქანებისთვის, ასევე 30-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსებისთვის. თითოეულობის გამო ყობის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ-ღამით დამხმარე საშუალებების გარეშე მოძრავი სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. ავტოსარგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის გუდაურში თოვლის საფარმა 25 სანტიმეტრს მიაღწია. უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დეპარტამენტი გადასულია 20 საათიან მორიგეობაზე. ყველანაირი საგზაო ტექნიკა მობილიზებული არის პუნქტებზე, საქმე პუნქტებზე. თოვლის სისტემატურად იწმინდება და ეხება ქვიშამარილი. და გადაადგილება მისამელიანი და ნახევარ მისამელიანი ავტომობილებისთვის. დანარჩენი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნორმალურია. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით ეთერში 5-ზე დაბრუნდებით. დაგველოდებით.